ამ კონკრეტულ სფეროს რამდენად აქვს საფრთხე იმისი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაც მომენტში ჩაანაცვლოს ან გაუმჯობესოს ეს მიმართულება, რას ფიქრობ? ჩემი აზრით გაუმჯობესება შეუძლია. გაუმჯობესება არა, უფრო ვიტყოდი, რომ ხელის შეწყობა შეუძლია. მაგრამ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის აი დიზაინში, ინტერიერის დიზაინში და არქიტექტურაში გემოვნება. გემოვნება ისეთი რაღაცა არის, რომ ეს ან გაკ ან არ გაკ. სხვადასხვა არის მცდელობები, ახლა უკვე მეც ვცადე სხვადასხვა და ძალიან ბევრმა დიზაინერმაც და არქიტექტორმაც ვცადა და რაღაცა პროცესებს აკეთებს. შეიძლება ძალიან მაგარი რენდერი გაგიკეთოს, მაგრამ იქ ისეთი რაღაცეები აურიოს და ვერ გაითვალისწინოს და ხელოვნურ ინტელექტსაც უნდა სწორად დავალებების მიცემა. მე მგონია რომ მაინც დამხმარე ინსტრუმენტი არის უფრო და პირიქით ჩვენ უნდა სწორად გამოვიყენოთ, არავის არ უნდა შეეშინდეს ამ ხელოვნურ ინტელექტის, პირიქით ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან მუშაობა და გამოყენება სწორად. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწეროთ კონცეპტორის არხი, გააქტიურეთ ხარისხი ლайკი, რომ მსგავსი რჩევები არ გამოგჩეთ რემონტის და დიზაინის შესახებ.